4 ოქტომბრის შედეგები დაანონსებული რევოლუციის კუთხით, აი დღეის მონაცემებით უკვე 9 ოქტომბერია და 36 ადამიანი არის დაკავებული და გვიანონსებენ, რომ კიდევ გაგრძელდება სამოქალაქო აქტივისტების დაკავება და არჩევნების კუთხითაც ამაზეც ბუნებრივია ცალკე გავშალოთ და დამატებით შეკითხვებს დაგისვამთ. კი ბატონო, ანუ სიამოვნებით, პირიქით მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, იმიტომ რომ ახლა სხვა არაფრის დრო არ არის, იმაზე უფრო მეტად ეხლა რაც გვჭირდება, არაფერი არ არსებობს იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, რასაც ქვია მსჯელობა და შეფასებები. და შეცდომას დაერქვას შეცდომა და დანაშაულს უწოდოთ დანაშაული. დავიწყებ ამ დაკავებული ადამიანებით, ეს უკვე 36 ადამიანი უკვე თუმცა სამწუხაროდ მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ციფრი გაიზრდება. ეს ადამიანები არიან მსხვერპლები აი ამ მშვიდობიანი დამხობის პროვოკაციის და ეს აბსოლუტურად ყველაფერი იყო მოსალოდნელი. აბსოლუტურად ყველაფერი, რაც 4 ოქტომბერს მოხდა, ანუნა სამწუხაროდ იყო მოსალოდნელი და ამ ესე ვთქვათ, მათ შორის აი ამ მსხვერპლებზე, რომელიც 36 ადამიანი უკვე ყავს შემდგარი ფაქტია მსხვერპლად და სამწუხაროდ კიდევ ველოდებით ამ რიცხვის გაზრდას. ამაზე პასუხი უნდა აგონ აბსოლუტურად ყველა იმ პოლიტიკოსმა, რომელიც ერთი მხრივ ამ პროვოკაციისკენ მოუწოდებდნენ საქართველოს მოქალაქეებს და მეორე მხრივ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ პროვოკაციას არ გაემიჯნენ. ვის გულისხმობთ, ანა, მაგალითად, აი 4 ოქტომბრის ორგანიზატორები ციხეში არიან და უფრო მეტიც ისეთი ადამიანებიც მოხვდნენ ციხეში, რომელთაც 9 წლით პატიმრობა ემუქრებათ, ვინც საერთოდ არ მოიაზრებოდნენ ამ აქციას. 9 წლიანი. კი ბატონო, არ მოიაზრებოდნენ ამ 9 წლიანი. კი, ადამიანები, რომლებიც ადამიანები და არა ორგანიზატორები, რიგითი ადამიანები და არა ორგანიზატორები არიან მსხვერპლები ცალსახად, ამაზე შეფასება უკვე გავაკეთე. მათ შორის ესეთი არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ნამდვილად არის ერთ-ერთი ისეთი პოლიტიკოსი, რომელმაც ორგანიზატორებს მიღმა, ადამიანებს გაუჩინა განცდა, რომ რაღაც მშვიდობიანი იქნებოდა ეს 4 ოქტომბრის პროვოკაცია და არ გააფრთხილა ამ პროვოკაციის შესახებ საქართველოს მოქალაქეები და არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილზე მაქვს საუბარი, ბევრი პოლიტიკოსი იყო, ესე ნებისმიერი პოლიტიკოსი, ანუნა, რომელმაც სხვათა შორის ქალბატონი სალომეც იყო ესეთი, რომელიც თან ერთი მხრივ ქალბატონი ზურაბიშვილი ისე ვთქვათ ამტკიცებს, რომ ის არის ერთადერთი ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლების წარმომადგენელი და თან ადამიანებს არჩევნების დღეს მათ შორის მოუწოდებდეს, რომ არ მიხვიდეთ არჩევნებზე და ეპატიჟება რუსთაველზე და აბსოლუტურად წინასწარ გათვლადი იყო, რაც მოხდებოდა რუსთაველზე და აბსოლუტურად ზედაპირზე ჩანდა, ანუნა ყველაფერი, რომ ეს იყო, ეს დამხობა იყო, ეს ვთქვათ, მშვიდობიანი დამხობის ეს მოწოდებები იყო, სხვა არაფერი თუ არა პროვოკაცია, რა თქმა უნდა, ამ ადამიანებსაც აქვთ თავიანთი გასანაწილებელი პროვოკაცია ვისი მხრიდან, ანა? პოლიტიკურად ეს პროვოკაცია კონკრეტული ადამიანები ვინ, სად, როგორ დაგეგმა ერთი მთავარი არის შედეგი, ანუნა. შედეგი არის ის, რომ ამ 4 ოქტომბრის პროვოკაციის შემდეგ ერთი ყავს დამატებით მსხვერპლი ადამიანები, მეორე ფაქტობრივად არის განადგურებული მშვიდობიანი პროტესტი და მესამე რეჟიმი არის გაძლიერებული. მე გაგახსენებთ მათ შორის თქვენს ეთერში, თქვენს ტელეარხზე და არა მხოლოდ გიორგი გახარიას ნათქვამს, ეს ზედაპირზე ჩანთა და დადასტურდა კიდევაც, რომ ჩვენ ყოველთვის გვქონდა განცდა, რომ ეს 4 ოქტომბრის პროვოკაციული ეს მშვიდობიანი დამხობის მოწოდებები, აი ეს თარიღი მათ შორის ეს უნდა გაკეთებულიყო აუცილებლად 4 ოქტომბერს, არა რაღაც ოპოზიციის რიგებში, არამედ ოცნების ოფისში გადაწყდა. და ეს შედეგების მიხედვით ნამდვილად მე ჩემთვის პირადად, როგორც მოქალაქისთვის და პოლიტიკოსისთვის, ნამდვილად 100% დავწუნდი. კი ბატონო, თქვენთვის 4 ოქტომბრის ავტორები იყვნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, ანუ ბიძინა ივანიშვილმა მოაწყო 4 ოქტომბერი? ნებისმიერ შემთხვევაში 4 ოქტომბრის დასრულების შემდეგ რეჟიმი არის ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე 3 ოქტომბერს. ეს არის ფაქტი. მე პირადად მაქვს უფლება, რომ მქონდეს ჩემი რწმენა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს თარიღი გადაწყდა ოცნების ოფისში. შემდგომ უკვე საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა, ვინ რა როლი შეასრულა. იქ ორგანიზატორები იყვნენ, იქ მოწოდებები იყო, რომ არჩევნებზე არ წახვიდეთ, წადით. მე ეს ბოიკოტი გადაიზარდა ამ რაღაცა დამხობის, მშვიდობიანი დამხობის ქუდი, ესე ვთქვათ, რაღაცნაირად ესე დაედო ამ ყველაფერს. ხო, ანუ ნებისმიერი ის პოლიტიკოსი, რომელიც
თან ეს ყველაფერი ზედაპირზე იყო, ანუნა ეს არის ყველაზე მძიმე აქ, რომ ყველაფერი ზედაპირზე ჩანდა, არაფერი გენიოსობა ამას არ ჭირდებოდა, მიმხვდარიყავი მით უმეტეს პოლიტიკოსის და პოლიტიკური ლიდერის განსხვავება რა არის, იმიტომ რომ ჩვენ ბევრად მეტი პასუხისგებლობა გვაქვს, ხო? ვიდრე რიგით მოქალაქეს და როდესაც ზუსტად შეგიძლია გათვალო, ან ზუსტად იცი, რომ ეს ყველაფერი არის პროვოკაცია, რომ ამას რეჟიმი გამოიყენებს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომ ამით არჩევნები როგორც ინსტიტუტის საბოლოოდ არჩევნების მიმართ ნდობა საერთოდ გააქრება და ამის მიუხედავად ამ მოწოდებებს აგრძელებ, რა თქმა უნდა, ხარ ამ პროვოკაციის მონაწილე. ეს არის შემდგარი ფაქტი და ძალიან კი ბატონო, აი ყავს 36 მსხვერპლი ამ დამხობის, რომელიც სამწუხაროდ დარწმუნებული ვარ, რომ გაიზრდება. კი ბატონო, ამას კი ანონსებენ კიდეც, ეს არავისთვის არ იქნება მოულოდნელობა და ძალიან სამწუხაროა მართლაც რომ გაიზრდება დაკავებულთა რაოდენობა. აი თქვენ ბრძანეთ რომ მათ შორისო იმ პოლიტიკოსებმა უნდა აიღონ პასუხისგებლობაო, ვინც რაღაცა კაფიოდ არ გაემიჯნენ 4 ოქტომბერსო და ახსენეთ სალომე ზურაბიშვილი. აი რაში შეიძლება გამოიხატოს ანა თქვენთვის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან პასუხისმგებლობის აღება, როგორ ფიქრობთ, იმიტომ რომ პასუხისგებლობაზე გვაქვს საუბარი, პოლიტიკურს გულისხმობ, მეც პოლიტიკურს გულისხმობ. აი რა შეიძლება გამოიხატოს ეს? კი. ნახეთ, ანუ ქრონოლოგიასაც რო გავყვეთ, ხო, ეხლა ქალბატონი ზურაბიშვილი რელევანტურია, იმიტომ რომ ანუ ნახეთ მას მერე რაც 4-ში მოხდა ის რაც მოხდა, შემდგომ პოლიტიკოსებმა დაიწყეს პოსტფაქტუმ გამიჯნა 4 ოქტომბრის მოვლენებისგან. მათ შორის ზურაბიშვილმაც და დაიწყეს მათ შორის ზურაბიშვილმაც და არა მხოლოდ ხო იქ ახლებმა ნაცმოძრაობამაც მათ შორის აი ჩემთვის წარმოგიდგენიათ საკუთარი გუნდის ლიდერებს კრეს ფაქტობრივად ხელი რომლებიც დღეს დაპატიმრებულები არიან ზოგიერთი პოლიტიკოსი შეეცადა რომ მომღერალ ბატონ ბურჭულაძეს შეტენოს მთელი პასუხისგებლობა ეს ხო უბრალოდ არასერიოზულია როგორ შეიძლება საერთოდ რამე პოლიტიკურ პერსპექტივაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც შეცდომას და დანაშაულს არ უწოდებენ, ანუ იმის ნაცვლად, რომ არ ვიცი, გამოდიან კიდევ აქეთ ანუნა და ამბობენ, რომ ბოიკოტმა გაიმარჯვა, რა არის გამარჯვება? რა არის გამარჯვება 36 ახალი მსხვერპლი რო ყავს ამ დამხობის პროვოკაციას ეს არის გამარჯვება თუ შვიდობიანი პროტესტი რო არის ფაქტობრივად განადგურებული ეს არის ბოიკოტის გამარჯვება თუ ის არის ბოიკოტის გამარჯვება ადამიანებმა საერთოდ რო დააკარგეს არჩევნების მიმართ რწმენა რას ზეიმობს ეს ხალხი ანუნა იმის ნაცვლად რომ გამოდიოდნენ ბოდიშს იხდიდნენ დანაშაულს უწოდებდნენ შეცდომას გამოდიან და ბოიკოტმა კი არ გაიმარჯვა ბოიკოტმა დანერგა ნიჰილიზმი და ნიჰილიზმა გაიმარჯვა ანუნა ეს არის შედეგი ძალიან წუხვა რომ მე ეხლა გვიწევს ამ ყველაფრის ლაპარაკი მაგრამ ანუნა თუ ჩვენ დღეს ამას ყველაფერს თავის სახელს არ დავარქმევთ უახლოესი 3-4-5 წელი კი არა. კიდევ დიდხანს მოგვიწევს სამწუხაროდ ამ რეჟიმის ყურება. კი ბატონო. აი 4 ოქტომბრის როგორც რევოლუციის დღეზე, ესე ვთქვათ, ვისაუბრეთ და ეხლა როგორც არჩევნების დღეზე, მოდი ამ საკითხზეც ვისაუბროთ, მათ შორის თქვენი პოლიტიკური გუნდის შედეგების გათვალისწინებით, რომელიც ასევე გულწრფელები რომ ვიყოთ, ანა არც თუ ისე სახარბიელოდ გამოიყურებოდა და პირიქით იმაზე უფრო ნაკლები მხარდაჭერა აიღეთ, ვიდრე რაღაცა წინა არჩევნებზე, ან ვიდრე მოლოდის უქმნიდით, მათ შორის თუნდაც თქვენ სამომრჩეველს. ეს არის შემდგარი ფაქტი და ეხლა გადავალ უკვე ჩვენს პასუხისგებლობაზე, რა თქმა უნდა. პირველი, მე აქაც კიდევ ერთხელ გავახსენებდი საზოგადოებას, რომ ჩვენ საკმაოდ ფრთხილები ვიყავით, მათ შორის მოლოდინის შექმნაში არჩევნებთან მიმართებით, იმიტომ რომ ცხადი იყო ეს ბოიკოტის პროპაგანდა, უბრალოდ ბოიკოტის პანდემია უწოდა ბერდია სიჭინავამ გუშინ. სწორი სიტყვათა წყობა, ბოიკოტის პანდემია როგორ მოედო მთელს ქვეყანას, თუმცა ერთი რითაც ვამაყობ მე პირადად და შესაბამისად ისე ძლიერად და მყარად ვზივარ აქ და ვლაპარაკობ იმას, რასაც ვლაპარაკობ არის ის, რომ ჩვენც რა თქმა უნდა ანუ შეცდომები გვაქვს დაშვებული პოლიტიკური, მაგრამ არასდროს არ დაგვეშვია ისეთი შეცდომა, რომელსაც შეეძლო დაეზიანებინა საქართველოს სახელმწიფო ინტერესები ან გაგვეწირა საქართველოს მოქალაქეები, ეს ერთი. მეორე რაც შეეხება შედეგებს, ანუნა თქვენ გახსენება არ გჭირდებათ საზოგადოებას გავახსენებ, როგორ დაგუპირდა, ესე ვთქვათ, შეგუპირდა ბიძინა ივანიშვილი
რომ ესე ვთქვათ, გაანადგურებდა ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, მისი მიზანი ეს ჰქონდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეს ვერ შეძლო. შესაბამისად, ჩვენ გქონდა, რა თქმა უნდა, მოლოდინი, რომ ის გააგრძელებდა ესე ვთქვათ აი ამ ესე ვთქვათ პირობის შესრულების მცდელობებს და ის რომ ესეთი საკმაოდ მძიმე შედეგი დადგა არჩევნებზე ჩვენი პარტიისთვის ჩვენ ამისთვისაც რა თქმა უნდა მოლოდინი გქონდა მზად ვიყავით მე ვამბობ მორალურად და ეს რისკი მიუხედავად ყველაფრისა გავწიეთ და ანუ უნდა ძალიან გულწრფელი ვიქნები აქაც დღესაც კი, როდესაც დადგა ის შედეგი, რაც დადგა, დღესაც თამამად გეტყვით, ანუ რომ ამ გზას კვლავ გაივლიდა ჩვენი გუნდი. იმიტომ რომ ეს იყო რისკი, რომელიც ჩვენს გუნდს უნდა გაეწია და ეს იყო ფასი, რომელიც ამ გუნდს უნდა გადაეხადა ადრე თუ გვიან და რაც ყველაზე მთავარია კი, რა თქმა უნდა, ჩვენს შემთხვევაში როგორც თქვენ ახსენეთ, ბევრად თქვა ნაკლები წარმომადგენლობა ყავს, ვიდრე ყავდა, მაგრამ ერთი რაც მნიშვნელოვანია და მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ამორჩეველს ვუთხრა, ჩვენ ეს ინფრასტრუქტურა, პარტიული ინფრასტრუქტურა რეგიონში თითქმის უკვე 5 წელია გვაქვს, ამ ადამიანებმა ძალიან ბევრ ამას გაუძლეს და ამ ადამიანების ბრძოლა არ არის დამოკიდებული საქართველოში მოხდენენ თუ არ მოხდენენ. კი ბატონო, ანა, ერთი მინდა კითხოთ. აი 4 ოქტომბერთან როგორც რევოლუციის დღეზე, როდესაც საუბრობდით, აი თქვენ ამბობდით, რომ თავიდანვე ხელის გულზე ჩანდა, რომ მოვლენები ზუსტად ისე განვითარდებოდა, როგორც განვითარდებოდა და რომ განვითარდა და რომ ეს დაანონსებული რევოლუცია იქნებოდა წარუმატებელიო. ხელის გულზე არ ჩანდა არჩევნებში რა შედეგი შეიძლება დამდგარიყო, მათ შორის იმ გაყალბების რესურსების გათვალისწინებით, რომ ზუსტად ის შედეგი იქნებოდა. აი იმათ რო თხოვთ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ, აი თქვენს ნაწილში რაში შეიძლება გამოიხატოს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. ხელის გულზე კი, ნახეთ, ხელის გულზე ნამდვილად ჩანდა, რომ რეჟიმი ყველაფერს გააკეთებდა ივანიშვილის პირობის შესასრულებლად და ჩვენ ამიტომ გქონდა ეს მოლოდინი, მაგრამ განსხვავებით აი ამ რაღაცა დამხობის პროვოკაციისგან ადამიანები რო გაწირეს, ადამიანები გაწირეს. არც ერთი ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა ისეთი, რასაც მოყვა ადამიანებისთვის ფიზიკური საფრთხის შექმნა, მათ შორის ციხეში გაშვებით. აქ არსებითი სხვაობა, ის რისკი გავწიეთ პარტიამ. პოლიტიკური პარტიის რისკი იყო, პოლიტიკური ორგანიზაციის რისკი იყო ამ პირობებში მუნიციპალურ არჩევნებში შესვლა, მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ, მაგრამ ამ პასუხისმგებლობას ვიაზრებთ. და მე მაქვს ჩვენ გვაქვს იმისი მორალური თქმის უფლება, რომ ჩვენ მიუხედავად იმისა ხას უსვამ, რომ ბევრად ნაკლები ესე ვთქვათ წარმომადგენლობა ყავს, ჩვენ ამას ველოდებოდით, ეს არის სხვაობა და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას არ გავუპირვართ. ყველაზე დიდი ჩემი პირადიც აი მე ანა ბუჩუკურმა რომ ძალიან გულწრფელად გითხრათ და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ზოგადად ყველაზე დიდი შეცდომა ყველაზე დიდი სისუსტე იმაში გამოიხატა ანუ რომ ჩვენ ვერ დავარწმუნეთ ჩვენი მოქალაქეები რომ არჩევნები იყოს სწორი გზა და ბოიკოტი იყო ის გზა რომელიც აი აქამდე მიგვიყვანდა სადამდეც მიგვიყვანა მიუხედავად იმისა რომ ბევრს ვლაპარაკობდით გახარია პირადად ბევრს ვლაპარაკობ და ნებისმიერი ჩვენ ინტერვიუ რო ნახოთ ძალიან ბევრს ვლაპარაკობდით მაგრამ ფაქტია რომ ჩვენ ვერ დავარწმუნეთ ამორჩეველი რომ არჩევნებს არ ქონდა სხვა ალტერნატივა. მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება მას გაიაზრებს, თუნდაც იმ შედეგებით, აი დავასრულებ ანუ ერთწინადადებას, თუნდაც ის შედეგებით, რაც დადგა თბილისში, როდესაც თბილისის მოსახლეობის დაახლოებით ამომრჩევლის, დაახლოებით მეხუთედმა მხოლოდ მისცა ხმა კალაძეს მიუხედავად იმისა, რომ ოცნებას თავისი ამომრჩეველი მობილიზებული ყავდა, ეს არავის შეეშალოს, ეს არ ავრიოთ, ძალიან მნიშვნელოვანია. ამის მიუხედავად 20%-ზე მეტი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. მაგრამ იმის გამო რომ ბოიკოტთან დავმარცხდით ფაქტობრივად 77%-იანი მერიზის ახლა კორუფციონერი კალაძის სახით. ეს არის რა თქმა უნდა მათ შორის ჩვენი პასუხისმგებლობა რომ ვერ დავარწმუნეთ ჩვენი მოქალაქეები. კი ბატონო, აი თბილისი როდესაც ახსენეთ, მოდით ასევე გულწრფელები ვიყოთ, არც თბილისში არ იყო თქვენი მაჩვენებელი სახალბიელო, უფრო მეტიც რაღაცა საქილიკო საგანიც გახდა რომ ალტინფოზე რაღაცა ნაკლები
კითხვას დავასრულებ, ანა. ხომ არ ფიქრობთ, რომ მათ შორის ის, რომ თქვენი ლიდერი რაღაცა დისტანციურად იყო აი ამ პროცესში ჩართული და გერმანიიდან ესაუბრებოდა საკუთარ ამომრჩეველს, ამანაც რაღაც გავლენა იქონია მათ შორის იმაზე, რომ თქვენი მხარდამჭერები ვერ მოაბილიზეთ შესაბამისად, რომ მისულიყვნენ არჩევნებში. აი პირდაპირ აი დაგაზიანათ იმას, რომ რაღაცა გიორგი გახარია მხოლოდ ესე ბევრი ფაქტორი იყო. ონლაინ ერთვებოდა და ესაუბრებოდა საზოგადოებას და ფიზიკურად ის არ იყო აქ. ბევრი ფაქტორი იყო, აი მე უბრალოდ ქილიკზე მინდა ერთი კომენტარი გავაკეთო. არ მგონია რომ ვიღაცა საქილიკოდ ჰქონდეს საქმე, იმიტომ რომ არ მგონია რომ როგორც ბოიკოტმა გაიმარჯვა რომ ზეიმობენ, ზუსტად ასე არ მგონია რომ საზეიმო იყოს, რომ თბილისში ალტინფო იქნება მაგალითად წარმოდგენილი საკრებულოში, მაგრამ ნუ თუ ადამიანები ამით თავს იმშვიდებენ, ხა მათი საქმეა, მაგრამ რაც შეეხება თქვენს შეკითხვას უფრო სერიოზულს, ბევრი ფაქტორი იყო, ანუ ნამდვილად, მათ შორის ფაქტორი იყო, რომ თქვენი ეხა პოლიტიკურად ყოველთვის ასეა რომ მერის ესე ვთქვათ და თქვენ იცით რომ მერის კანდიდატი დაავუთმეთ ლელოს და ლელოს კანდიდატი იყო ამასაც აქვს პოლიტიკური ფასი რა თქმა უნდა ამომრჩევლის პროპორციული სიისთვის მოზიდვის თვალსაზრისით რა თქმა უნდა ის რომ გიორგი გახარია დევნაში არის პოლიტიკურ დევნაში და იძულებულია რომ ის სამშობლოში არ იყოს რა თქმა უნდა ამასაც თავისი ფაქტორი ჰქონდა და ბევრი ის რომ მინიმუმამდე იყო ჩვენი ფინანსური რესურსი ესეც ფაქტორი იყო ანუ მე არ მინდა რომ რაღაც გამომჩეს ბევრი სხვადასხვა ფაქტორი იყო რამაც მიგვიყვანდა და სხვათა შორის ეს დღეს ამას უკვე ალბათ მნიშვნელობა არ აქვს მაგრამ უბრალოდ ინფორმაციისთვის გეტყვით თქვენს და მაყურებელსაც რომ დაახლოებით 100,000 ბიულეტენი იქნა გაბათილებული უპროცენტო რაოდენობის, მაგრამ ნუ დადგა ის შედეგი, რაც დადგა, ეხლა ამაზე აპელირებას დღეს უკვე აზრი არ აქვს, ამიტომ ვამბობ ორ მთავარი სათქმელი რა არის ჩემი, პირადად ჩემი ამ შემთხვევაში, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს რისკი ჩვენ გავწიეთ, ვუშვებდით რა თქმა უნდა და გქონდა მოლოდინი, რომ პარტიის შედეგი შესაძლოა ასეთი ყოფილიყო, ჩვენ ეს რისკი გავწიეთ მე პირადად ვთვლი რომ ცოდნო და ზუსტად იმავე პოზიციაზე ვიქნებოდი რომ ეს გზა გასავლელი იყო იმიტომ რომ არც ერთი ჩვენი მათ შორის შეცდომები არ გადიოდა საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრთხის შექმნაზე და საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების დაზიანებაზე ისე როგორც გააკეთეს აი უპასუხისმგებლო ეგრეთ წოდებულმა ბოიკოტისტმა ლიდერება რომლებიც დღესაც თით სხვაზე იშვერენ ანუნა დღესაც ხვებისკენ მათ შორის საკუთარი წევრებისკენ იშვერენ ხელს შეატოვეს ფაქტობრივად ის ხალხი საკუთარი ლიდერები და გამარჯვებას რას ზეიმობენ ამიხსენით უკაცრავად და ანა კიდევ ერთ საკითხთან მინდა და ერთ საკითხზე მინდა დაგისვათ კითხვა ბოლო პერიოდში გახარია ძალიან აქტიურად საუბრობდა იმაზე რომ საპარლამენტო ბოიკოტი იყო შეცდომა და აი არჩევნების მეორე დღესაც როდესაც თქვენს ოფისში გაკეთდა განცხადება გიორგი შარაშიძემ თქვა ესეთი რამ რომ საპარლამენტო ბოიკოტი იყო შეცდომა უახლოეს მომავალში მივიღებთ გადაწყვეტილებას და ვეძებთ გზებს როგორ შეიძლება მოხდეს ამის გამოსწორებაო როგორ შეიძლება გავიგოთ ანა შარაშიძის ეს განცხადება ვინაიდან თქვენ ერთადერთი პოლიტიკური ძალა ვინც სიები არ ჩახსენით, არ ვიცი, შესაძლოა თუ არა ეს შარაშიძის ეს განცხადება თარგმნოთ როგორც თქვენი გუნდი ვიხილოთ უშუალოდ არა მხოლოდ ფორმალურად დოკუმენტზე საკანონმდებლო ორგანოში, არამედ ფიზიკურადაც. ამ ეტაპზე ისე უნდა გავიგოთ მხოლოდ როგორც ეს გიორგიმ თქვა, შარაშიძემ ამ შემთხვევაში ამ ეტაპზე გადაწყვეტილება ჩვენი, აი გეტყვით ამ ეტაპზე გადაწყვეტილება ჩვენი არ შეცვლილა ნამდვილად ამ ეტაპზე ჩვენი გადაწყვეტილება ნამდვილად არ შეცვლილა, ვაგრძელებთ რჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში, თუმცა რა თქმა უნდა, იმის შესაძლებლობა, რომ ეს მანდატები შეიძლება იქნას გამოყენებული, არასდროს არ გამოგვირიცხავს, არასდროს. მაგრამ ჯერჯერობით ამაზე მსჯელობა არ ყოფილა და შესაბამისად როგორც კი გადაწყვეტილება იქნება შეცვლილი, რა თქმა უნდა, თქვენი მეშვეობით საზოგადოება გაიგებს. კი ბატონო, თუმცა აი დაშვები, როდესაც გამორიცხვა არ გაგიკეთებიათ, ან აი ამ მანდატების გამოყენების, იცი რა, ამ მოცემულობაში აი რომ რამდენი დეპუტატი ყავთ სულ საკანონმდებლო ორგანოში, მაინტერესებს ანუ აი საუბარი არის 12 დეპუტატზე, თქვენ იცით რომ პირველ 12 შეგვიწყდა მეც მათ შორის არ მაქვს მანდატი. კი ბატონო, იცით რა მინდა ახსნა ის იქ სადაც მხოლოდ ქართული ოცნებაა, თქვენი 12 ადამიანი რომ იქნება წარმოდგენილი, აი ამან არ ვიცი, აი რა შეიძლება შეცვალოს ამ მოცემულობაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველაზე მტკივნეული რაც არის ბიძინა ივანიშვილისთვის არის სწორედ პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხი
და აი რაღაც სივრცეს რო ტოვებთ რომ ლეგიტიმაციის საკითხი უკვე გავლილი არის ანუ თქვენ რომ მაგალითად აქტიურად რომ იყოთ თქვენი 12 დეპუტატი აქტიურად რო ჩაერთოს საპარლამენტო საქმიანობაში თქვენ ფიქრობთ რომ პარლამენტი მაინც არალეგიტიმურად დარჩება? და თუ არალეგიტიმურად დარჩება შემდგარია მაშინ რაღა გინდათ თუნდაც იმ პარლამენტი როგორც პარლამენტის ლეგიტიმურობა არალეგიტიმურობა უკვე შემდგარი ფაქტია მე ისიც ძალიან კარგად მახსოვს ეს მატყუარა ბოიკოტისტი პოლიტიკოსები რომ ამბობენ აი არჩევნების შემდეგ ნორმალიზება მოხდა ნორმალიზება ესეც იყო აბსოლუტური ტყუილი და ვერც ერთი მათგანი ვერ დაასახელებს ვერც ერთ შემთხვევას როდესაც ჩვენმა გუნდმა რაიმე გადაწყვეტილება მიიღო და დააზიანა პროცესი ვერც ერთი მათგანი უბრალოდ ჰაერში უყვარდათ ხოლმე სროლა ამ ბრალდებების და ეხლა პასუხი აგონ თავიანთ დანაშაულებზე და ესე ვთქვათ შეცდომებზე, მაგრამ რაც შეეხება უფრო მნიშვნელოვან თქვენს შეკითხვას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ანუნა ამ ეტაპზე გადაწყვეტილება ნამდვილად არ შეცვლილა. ის რომ ჩვენ არასდროს არ გამოგვირიცხავს, ნამდვილად არის იმის ეს ვთქვათ იძლევა იმის დაშვების შესაძლებლობას, რომ გარემოებები თუ იარსებებს, შესაძლებელია ეს მანდატები იქნას გამოყენებული, მაგრამ დღეს ამ გარემოში ნამდვილად ვაგრძელებთ იმ რეჟიმს, რა რეჟიმშიც ვართ, მაგრამ 100%-ით შემიძლია სრული პასუხისგებლობით გითხრათ, სრული პასუხისგებლობით გეუბნებით, რომ არანაირი კავშირი ამ მანდატების გამოყენება არ გამოყენებასთან ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია, არალეგიტიმაციას არ აქვს, არც ქონია. კი ბატონო. არც ქონია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კი ბატონო, და ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ, ალბათ თქვენ სამომრჩეველსაც აინტერესებს. აი ამ ვითარებაში ეხლა როგორ ხედავთ თქვენი პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას, ეს მაინტერესებს. ანუ აი რას თავაზობთ თქვენ სამომრჩეველს? საპარლამენტო არჩევნები მინიმუმ 3 წელი არ იქნება. თქვენ თავად ამბობთ, რომ თქვენი პარტიის ლიდერი იძულებით არისო, დევნაშიო და ქვეყანაში ვერ ბრუნდება. შედეგები, რომელიც არჩევნების მიხედვით დადეთ, საკმაოდ ცუდი მაჩვენებელია. მაგალითად მარტო თბილისის საკრებულოში მხოლოდ ერთი დეპუტატი ყავთ ფინანსურადაც თქვით რომ დიდად არ გვაქვს კარგი ამბავი ამ კუთხითაცო და აი როგორ აპირებთ მაშინ არ ვიცი აი პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას აი რაზე გაქვთ გადასარევად ვაპირებთ ანუნა გადასარევად ვაპირებთ სხვათა შორის მე აქვე უბრალოდ ესე ვთქვათ ფორებს რო შევხედოთ 2-1-ია ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ორს ვართ ვისთან შედარებით ერთს გულისხმობ 20-დებასთან მიმართებით მაქვს. და რაში გამოიხატება თქვენი ორი? მე გაგახსენებთ, კი გეტყვით, მე გაგახსენებთ წინა ორ არჩევნებზე რა შედეგები ჰქონდა ამ პარტიას. ნამდვილად შეცდომების გათვალისწინებით, იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რაც თქვენ ჩამოთვალეთ და მეც ბევრი ვისაუბრე, იმ მუქარის გათვალისწინებით, რა მუქარაც ჩვენ ვიხილეთ და 2024 წლის არჩევნებზე ვერ შეძლო, რომ ამისთვის მიეღწია ივანიშვილს და ივანიშვილის რეჟიმს. ნამდვილად მუნიციპალურ არჩევნებზე ეს ზიანი ჩვენ მივიღეთ, ოღონდ ჩვენ ვიცოდით, რომ ეს შესაძლებელი იყო, ამიტომ რაღაცა შოკურ მდგომარეობაში ან რაღაცა მოულოდნელ მდგომარეობაში ნამდვილად არ ვართ და ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ძალა. რაც შეეხება ჩვენს ამომრჩეველს პირველ რიგში მათ შორის იმ ამომრჩეველს, რომელიც ვერ დავარწმუნეთ, რომ ესე ვთქვათ, არჩევნების სხვა ალტერნატივა არ ქონდა და არა მხოლოდ მათ. რა თქმა უნდა ვუთხრა ბოდიში, რომ რაღაცები ფაქტია, რომ შეგვეშალა, პირდებით იმას, რომ აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი ბოლო 1 წლის განმავლობაში, გულისხმობ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური ნაბიჯი ჩვენი გუნდის მხრიდან, რაც იქნა გადადგმული, იქნება თავიდან ბოლომდე შეფასებული და გაანალიზებული. ჩემი პირადი აზრია, რომ რაღაც მომენტებში ჩვენ არ ვიყავით საკმაოდ მკაფიო, არ ვიყავით რაღაცა კონკრეტული მოვლენებისგან საკმაოდ გამიჯნული, ანუ ბევრი სხვადასხვა შეფასება არის და ბევრი სხვადასხვა გადაწყვეტილება, მაგრამ რაც შემიძლია ცალსახად ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს არის ის, რომ რა თქმა უნდა, ეს გუნდი ბოლომდე გააგრძელებს ბრძოლას გააზრებით, შეცდომების გააზრებით და მიუხედავად იმისა, საკრებულოებში შეგვიმცირდა წარმომადგენლები თუ არ შეგვიმცირდა და ამ შემთხვევაში შეგვიმცირდა, ჩვენი ინფრასტრუქტურა არსებობს. იმიტომ რომ ის ადამიანები, რომლებიც რეგიონებში ყავს, მათ შორის ინფრასტრუქტურის სახით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ამ ადამიანებმა რასაც გაუძლეს
მათ შორის დღეს მათი საკრებულოში შესვლაზე არ არის დამოკიდებული მათი ბრძოლის უნარიანობა, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა გაუძლეს ფიზიკურ ძალადობასაც, ფინანსურ ძალადობასაც, შეურაცხყოფებსაც არა მხოლოდ ოცნების მხრიდან, მაგრამ მაინც რისკები ავიღეთ, ჩვენს თანაგუნდელებთან ერთად რისკები ავიღეთ და ამ რისკით შევედით ამ არჩევნებში. არასოდეს არ დაგვიზიანებია სახელმწიფო ინტერესები, საქართველოს მოქალაქეები არ გაგვიწირავს იმისთვის, რაც ახლა ხდება 36 მსხვერპლი ყავს დღეს სამწუხაროდ ამ დამხობის პროვოკაციას. მადლობა.